მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ჩვენ ვართ ჯანდარის ტბაზე. ეხლა მოვედით. და გვინდა ვცადოთ, აბა მე ბოლოს ვიყავი დაახლოებით ესე 1 თვის წინ, თვენახევრის წინ და მშვენიერად მოდიოდა. ეხლა მაინტერესებს აბა რა სიტუაციები იქნება. სათვალებს გამოვიყენებ ისევ MTB-ის ახალ მოდელებს. ეს არის Neko 04 ფერი, ამით დავიწყებ. წონა წონა მაქვს 0.4 გრამი. არა 0.3-იანია ეგ წონა და ნემსყავი მაქვს 16 ნომერი. ჯოხი, მივხვდებოდით ეს არის ნანო შავი გედი 2 გრამამდე. დავიწყებთ, აი იგივე ადგილზე მოვედით ჯერ. ორივე ვითევზავებთ ერთი და იგივე ჯოხით ნანო შავი გედით. ეტაპობრივად ვნახოთ აბა რა იქნება, როგორ იქნება. რომ აი ვიყავ გადაუგეთ გოგიტა ხოცა. აი ახლა კაი დაიწყო ჭერა. პირველივე თეთრი თევზი. დავიჭერეთ Nekos. ისე თეთრულას ყოლობაზე, კაი თეთრულა. კარგი საპატიო ზომის თეთრულა. გავუშვათ შემოერა იყო თეთრულა. ესე იგი Nekoti დავიწყეთ ჭერა. არის აი გორჯილაც გამოჩნდა გორჯილაც გავუშვათ გორჯი არის ეს რა არის? ჩანასახი დავშვით თეთრულას. არის თეთრული. დღეს რაღაცა თეთრულა საკმაოდ აქტიურად მოდის. შვენიერი გართობა. სამთრის კვალობაზე. ესეც ჯერჯერობით იგივეს ვიყენებ Nekos. აი 0.4 ფერი. მოწონს 0.3-იან წონაზე. არის აი ნო ამ ყველა თეთრული ეს რეკორდია დღევანდელი თეთრულის ძალიან მაგარი ზომის თეთრულა შეშურდება თეთრულას ზომა ესეთია გავუშვა თეთრულა ნუ ეგეთი კარგია ეგეთი თეთრულები ძალაც გონდა ეხლა გადავდივარ სხვა ფერზე. ეს არის 01 ფერი, მოდელი იგივე Neko. ეგეთი ოქროსფერი სტილის მშვილია. ნახოთ, ამითი გავაგრძელოთ. ცოტა უფრო შემოვიწიეთ ბოლოსკენ, აქ უფრო ღრმა წყალი. და არის შანსი, რომ რაღაც უკეთესი ზომები შეიძლება გამოჩნდეს. ძალიან სიცივეა. და წყალი ძალიან ცივია. ნახოთ თუ შევძლებ აბა მოტყუებას ამ სიცივის მიუხედავად. გავტესტოთ. არის ძალიან პატარა თეთრულა.
აი ნახეთ რა გორი პატარაა და რა ყველა სილიკონთან მოვიდა. აი ძალიან პატარა თეთრული. ხშირად სილიკონზე, ამ სილიკონზე უყავს პაუზაზე. ანუ როდესაც ფსკერზეა დაგდებული, მაგ დროს ხშირია დარტყმა. ეს იმას ნიშნავს, რომ არომატი მოწონს აშკარად და მაგის გამო, რა თქმა უნდა, იღეს ფსკერიდან. მით უმეტეს ისეთი მაინც არ ამტაცებელი თევზი, როგორიცაა თეთრი თევზი. ამ შემთხვევაში თეთრულა. არის ნახე რა პატარა გორჯილა. ეს არის დღევანდელი რეკორდული ზომის. მცირე ზომაში ოღონდ ძალიან პატარა გორჯილა, აი. აუ რა არის ეგ უნდა გადავიღოთ ნანო გეძე დაჭერილი ნანო საფუარით ნანო გორჯილა. წავიდა. გამოგზავნოთ. ну ზოგადად ახლა ეს ფორმა ისეთია, ამაზე გიждდება გორჯილა. და ეს ფერი კიდე ძალიან განსაკუთრებულად მოწონს. ეგ არის MT Bates-ის მიერ შექმნილი ფერი. ანუ ეს არ არის სხვა ფირმების მიერ დაუშვათ გადმოკოპირებული ფერი, ანუ თავისი დამოუკიდებელი ფერია. და მუშაობს ძალიან კარგად. ახლა რამდენი ხვების ის იქ. აი, თეთრუნია. ეს ოხე ბიჭო. ეს თეთრულა თუ მონსტრულა. აი, მონსტრულა. ეს მაგარი ზომისაა. ნულეთ ფერზე. გაუშვათ მონსტრულა. კიდევ ამ შემოიასავიდა. წავიდა. ის ოპა აი ჩანდარაზე პირველი ფოტოც დავიჭირეთ აი ბიჭო შა შამაია ოკეი ათებზია ეს რა ვიცი რა დებს შამაია არა რანარი ფლექში აბა ამ ხელა თეთრულა ნახევარ კილოი აი ფლეშლურესის კოვოს მატლზე შვენიერი ზომის გავუშვათ ალადეს მაუ თეთრულა ამას ქვია დავიდა ვარცელოდაბა საკამახეს სილიკონი არის ეს რა აუ ეს ხო მომწი ამჯერად კუჭელა გახდა ჩვენი ნადავლი რომელმაც ესე ხარვა დაიღო ფლეშლურესი უბრალოდ გავუცელოთ არის რა კუჭელა ნაფოტა არა ნაფოტა მუქი ჩანდა იქით აი პირველი ნაფოტა ფლეშლურეზე რაღაცა სერიოზული ჭერაცა ვაქვს მე ვფიქრობ რა სიტყვი გონი გასაღები მიგნებულია გჭირდება შედეგი არის აუ ეს მე ვერ მოვიცილე ეს კორჭილა
იქნებ მეღისოს ნაფოტას დაჭერა. ქორჩილა. ძალიან საინტერესო თევზაობა და ძალიან აზარტული, რადგან დინებაა. მდინარეში თევზაობა ჩათვალე. ჩემთვისაც საკმაოდ უცხო არის, ეხლა ეგ მე არ მითევზავია. ესე ნაფოტაზე და ეგეთებზე. აი არის, გამექცა. არის აი მე ღირსა როგორც იქნა ნაფოტა აი ეგ არის ნაფოტა დავიჭირეთ ძალიან საინტერესო თევზაობა ძალიან მაგარი აი შემდეგ წამოსვლას წამოვალ მიზამიმართულად აქ ამ არხში რათა ვითევზავ ესე თეთრ თევზზე ეხლა მალე მივდივართ უკვე მაგრამ სატესტოდ ნამდვილად ღირდა და ნამდვილად ვნახეთ თუ რა ხდებოდა აქ და რეალურად ამ თევზის დაჭერა რა თქმა უნდა შეიძლება. კოღოს მატლი ფლეშფურის მოწონს ძალიან მაგრად. გავუშვათ ნაფოტა. შევიდა. არის ფოტოს გასაღები მიგნებულია. შენი ნაფოტა დაიპარსება ამიერიდან. აი. ნაფოტა. და კოღოს მატლი. კოღოჭია. კარგია ეს ძალიან სასიამოვნოა ახლა. ეს ნაფოტა დიდებიც არის უბრალოდ აქ თევზაობდნენ ტივტივით. და რო შევეკითხე, ანუ არ არისო ჯერ ვერი ჭერენ, ანუ შემოსული არ არისო. და როცა შემოდის, მაგ დროს ვიციო, კარგი ზომებიც არის. და ეხლა ესე ცოტაში თუ ვახერხებთ დაჭერას, ესე იგი აქ როცა არის, ძალიან მაგარი გართობა იქნება. არის ეგეც მორიგი ნაფოტა ნელა და მივარდა მოდი გაგიშვებ თურმე სამწუხაროდ დიდი ზომა არ მოგწევია ჯერ ანუ ვაგდებ დინების საწინააღმდეგოდ და დინებას უნდა ჩამოვაყოლოთ აუცილებლად რათა სიმძიმემ დაიწიოს რადგან თევზაობ დაბალი წონებით მაქსიმუმ გჭირდება აქ 0.5 გრამი მერე უკვე ძალიან მძიმე იქნება და თევზისთვისაც რთული იქნება რო აიღოს თევზმა და ამავდროულად ანუ ეგრეთ წოდებული ზაცეპები ძალიან ბევრი გვექნება ამიტომ 0.5 ყველაზე მაქსიმუმ 0.3-0.5 ეგეთი წონის ფარგლებში იქნება ყველაზე კარგი ეს მაგარი კუთხია აქ. ვა. ეს კარასი. აი არა, არ მოდისო კარასი. გაიხელა თან. კოღოს მატლი. კი. ესე იგი კარასის დავიჭირეთ. კოღოს მატლი აქვს რაღაც რეზონი. წევიდა კარასი. შენიერი ყავთ ძალიან მაგარი აზარტული აქ შეიძლება კარგი დაგეგმილი თევზაობა. მოკლედ ამითი დავასრულებთ ახლა თევზაობას. საქმეები გვაქვს და უნდა წავიდეთ. დღეს დავიჭირეთ შვენივრად ამ ძალიან ცივი ამიდების კვალობაზე. ყველაზე მაგრად რაც მომეწონა აი ეს არხი არის, სადაც ჩვეულებრივად შესაძლებელია თევზის დაჭერა. ნაფოტაც არის, დიდი თეთრულებიც არის, კორჩელაც არის, კარჩხანაც არის
და ძალიან საინტერესო არის დინებაზე თევზაობა. გესურვებთ ყველას წარმატებებს. აბა მოვალ შეხვედრამდე.